ფასო მაყურებლებო და მსმენელებო, ეს არის გადაცემა ნეომედი ეკასუხიშვილთან ერთად. ჩვენ უკვე რამდენიმე გადაცემა მივუძღვენით იმ ფსიქოლოგიურ პრობლემებს, რომელიც გამოკვეთილია სკოლაში და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში. პროექტი, რომელიც ნეოტივი ახორციელებდა გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ნეოლაბი ახალგაზრდების განვითარებისთვის დასასრულს მიუახლოვდა. ეს პროექტი მოიცავდა 10 საპილოტე სკოლას, სადაც ჩართულობა იყო მშობლების, მასწავლებლების და ბავშვების ფსიქოლოგებთან ერთად. გარკვეული ჯგუფი ფსიქოლოგების სწავლობდნენ მათ ურთიერთობებს, პრობლემებს, გარდატეხის ასაკს და ძალიან ბევრი ინფორმაცია მიიღეს. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია მენტალური ჯანმრთელობის და განვითარების ცენტრი ნეირუმის თანადამფუძნებელი ფსიქოლოგი ანა ხუტიაშვილი. ანა, მოგესალმებით, დიდი მადლობა იმისთვის, რომ ხარ ჩვენი გადაცემის სტუმარი. პირველ რიგში მინდა გითხრა, რომ არ შემიძლია არ ვთქვა ორიოდე სიტყვა ნეირუმზე, იმიტომ რომ ძალიან მოკლე დროში ამ ცენტრმა საკმაოდ დიდი ავტორიტეტი მოიხვეჭა და თავისი სიტყვა თქვა, თავისი თანამშრომლებით, სპეციალისტებით, პროფესიონალიზმით და იმ შედეგებით, რა შედეგებზეც თქვენ ფსიქოლოგები გადიხართ და არა მარტო ფსიქოლოგები, იქ მეტყველების თერაპევტი, ქცევის თერაპევტი, ისე რომ დიდი მადლობა იმისთვის, რომ ხარ აი ამ ცენტრის ჩემთან ერთად პარტნიორი და თან კიდევ ჩემი საავტორო გადაცემის სტუმარი. დღეს ვისაუბროთ იმ პროექტის შედეგებზე, რომელიც პროექტიც რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, საკმაოდ საინტერესო პროექტი იყო და დიდი მადლობა სწორედ ჩვენი ნეირუმის ფსიქოლოგებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ და არა მარტო ნეირუმის სხვა ორგანიზაციის ფსიქოლოგებიც ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები და ძალიან ბევრი საინტერესო პრობლემები აღმოაჩინეს ბავშვებში, ურთიერთობებში უფროსებთან, სკოლებში და რა ვიცი, ვფიქრობ, რომ კარგი დახმარება გაუწიეთ თქვენ. მაინტერესებს პროექტის შესახებ ორიოდე სიტყვა და რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს პროექტი ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის და განსაკუთრებით იმ ასაკობრივი ჯგუფისთვის, რომელი ასაკობრივი ჯგუფიც ჩართული იყო ამ პროექტში. პირველ რიგში მოგესალმებით, უღრმესი მადლობა მოწვევისთვის. ჩვენი ფსიქოლოგები გასულები ვიყავით ველზე, ანუ 10 ეს პროექტი მოიცავდა 10 სკოლას და 10-ვე სკოლა იყო საკმაოდ ჩართული ამ პროექტის ფარგლებში, დამატებით 3 სკოლა, რომელიც სამწუხაროდ ვერ მოხვდა იმ ათეულში, სადაც იგეგმებოდა ჩვენი შესვლა. მათ მიიღეს კიბერუსაფრთხოებაზე დამატებით ტრენინგები, რომელიც იყო ძალიან საინტერესო, ძალიან ნაყოფიერი. მე თვითონაც ვესწრებოდი ამ რამოდენიმე ასეთ შეხვედრას და დაინტერესება იყო უდიდესი. რაც შეეხება ამ პროექტს, პირველ რიგში უღრმესი მადლობა ნეოტივის და ქალაქის მერიას, რომელმაც მოგცა ეს საშუალება, რომ ჩვენ გავსულიყავით სკოლებში. აქტუალურობაზე ალბათ ისიც მიუთითებს, რომ თითოეულ სკოლაში გასვლა გვქონდა დაგეგმილი 2-2 საათი და არც ერთ სკოლაში არ დასრულებულა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ 2 საათში 4-დან 5 საათამდე გრძელდებოდა თითოეული შეხვედრა. სხვათა შორის რამდენიმე სკოლაში მეც ვიყავი და ნამდვილად არ ველოდებოდი ისეთ აქტივობას, როგორც დაუშვათ თითოეულ სკოლაში იყო. ისეთი ჩართულობა მშობლების მხრიდან და ბავშვების მხრიდან ძალიან გასაკვირია. ჩართულები იყვნენ, საკმაოდ ჩართულობა იყო საკმაოდ დიდი, როგორც მოზარდების მხრიდან, ასევე მშობლების მხრიდან და აქ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თითოეული სკოლიდან, როდესაც უკვე მოვდიოდით, მოლოდინები ყოველთვის გვეუბნოდა მოლოდინება გადააჭარბა. ყველა სკოლის ყოველი დასრულებული შეხვედრის შემდგომ იყო როდის დაბრუნდებით. პირველი კითხვა ისმოდა, როდის დაბრუნდებით. ანუ ეს მიუთითებს იმ აქტუალურობაზე ამ თემის, იმდენად მნიშვნელოვანი იყო. ამით ჩვენ მივეც კიდე ერთი საშუალება იყო ამ პროექტის საშუალებით ჩვენ ცნობადობა ავამაღლეთ.
ზოგადად ფსიქოლოგების რა პრობლემები გამოიკვეთა უფრო მეტად? ყველაზე მეტი პრობლემა რაშია? ყველაზე მეტი პრობლემა არის, რა თქმა უნდა, მოზარდებში ეს არის აგრესია, ეს არის თვითშეფასება, როდესაც ძალიან დაბალი აქვთ ბავშვებს და თავს გრძნობენ sakmaud არ ვარ მნიშვნელოვანი, არაფერს არ წარმოვადგენ. არავის არ მჭირდები, კი ეს პრობლემები იყო ბულინგი, რა თქმა უნდა, იყო ძალიან აქტუალური თემა და იყო მშობლებთან ურთიერთობა. სხვათა შორის ძალიან ხშირად წამოვიდა ეხა მოზარდებში 12 წლიდან 14 წლამდე, აი აღარ მინდა სიცოცხლე, რისთვის ვარ ამ ქვეყანაზე, რა აზრი აქვს და ეს ძალიან ყურადღება მისაქცევია სკოლის მხრიდანაც და მშობლების მხრიდანაც. იყო და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა იყო ასეთი, რომ ანუ სკოლას და ბავშვების ურთიერთობა. რამდენად კომფორტულად გრძნობენ თავს სკოლაში. აქაც აღმოჩნდა, რომ ბევრი ვერ გრძნობს თავს კომფორტულად სკოლაში, არ მოწონს თუნდაც ის დავალებები, ეზარებათ იმის დაკეთება. მიზეზი რა არის? თანამედროვე სკოლაში არის თუ არა ახალი მიდგომები დაუშვათ მოსწავლეების მიმართ თუ რა დაინახეთ, მაინც იმ ძველი მეთოდებით მიდიან ის სიმკაცრე, ის აუცილებლად ბევრი დავალების არ შესრულების შემთხვევაში დასჯა, ეს მომენტები თუა თუ სკოლას გააჩნია? სკოლას გააჩნია, საბედნიეროდ ეს მეთოდები უკვე აღარ გამოიყენება სკოლებში, უფრო ნაკლებად გამოიყენება. აქ უფრო თვითონ ბავშვების სირთულეებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ვერ ხედავს თავს, თვითშეფასება აქვს დაბალი, ვერ ხედავს თავის თავს ვერსად. გამოიწვია ეს თვითშეფასების აქ უკვე კიდევ ერთი საკითხი, რომელიც გამოიკვეთა, არის ის, რომ მე არ მისმენენ, ჩემი არ ესმით. აქ არის უკვე მოსმენის კულტურა, რომელიც არა მარტო ბავშვი და მასწავლებელი, ბავშვი და მშობელი და მასწავლებელი. ანუ გამოდის, რომ ფიზიკური აგრესია დაამთავრდა და სადღაც გვერდზე გადაიწია და წამოვიდა ფსიქოლოგიური აგრესია, ის რომ ბავშვს არ უსმენ, ეს უკვე ფსიქოლოგიური აგრესია. კი ბატონო, უკვე ანუ ცოტა სხვა მიმართულებით წავედით ამ შემთხვევაში და აი ეს კითხვებია და ყველაზე მნიშვნელოვანი კიდე იყო ერთ-ერთმა მოსწავლემ, როდესაც მითხრა მე თვითონ პირადად, როდესაც ამ რაც საუბრობდით, ღია კითხვებში პირდაპირ თქვა, რომ თქვენ ალბათ ერთადერთი ხართ, ვინც ჩვენ გვისმენს. ანუ არ ვაწყვეტინებთ. ბოლომდე ვუსმენ და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტისთვის ის, რომ ცნობადობა გაიზარდა. ძალიან ბევრმა ბავშვმა მოინდომა ფსიქოლოგთან, რომელსაც რეალურად პრობლემაა. იმიტომ რომ ფსიქოლოგთან ურთიერთობა ყოველთვის წარმოდგენაში იყო, რომ მაინდა-მაინც რაღაცა ფსიქიური აშლილობა აქვს და აი რაღაც ავადობასთან ასოცირდებოდა. ამ დროს ეს ასე არ არის. და უბრალოდ ძალიან ბევრი ბავშვი აღმოჩნდა ისეთი, რომელმაც რეალურად მიიღო დახმარება, რომელმაც რეალურად გაერკვნა. სხვათა შორის, ანა, სულ მიკვირდა ხოლმე, ჩვენ რო ახალგაზრდები ვიყავით, მაშინ აი როცა უკვე დავიწყეთ, ასე ვთქვათ, კიდელი დაინგრა და თავისუფლება მოვიპოვეთ, მაშინ მეტი შესაძლებლობები გაჩნდა საზღვარგარეთ გასვლის და დაგვენახა ის ევროპულ ქვეყნებში, ამერიკაში, როგორ ცხოვრობდა ხალხი და სულ გვიკვირდა ხოლმე, რომ რაღაც რატომ იყო ფსიქოლოგის მომსახურება ესეთი აქტუალური, ჩვენ ეს არ გვჭირდებოდა, აი ფსიქოლოგი პროფესიათაც არ ითვლებოდა, იმიტომ რომ იყო ურთიერთობები, იყო აი შენი პრობლემას მიხვიდოდი მეგობართან, გააზიარებდი. ფაქტიურად ჩვენ ყველანი ვიყავით ერთმანეთის ფსიქოლოგები. დღეს უკვე ეს დამთავრდა. ეზოში ბავშვები ტელეფონით ხელში და ფაქტიურად არ საუბრობენ. შეხვედრები აქვთ სადღაც და ბევრჯერ გადამიღია სურათი ყველა რო ჩარგულია ამ ტელეფონში. ბავშვები კი არა, თვითონ დიდებიც. ანუ დავკარგეთ კომუნიკაცია, დავკარგეთ ერთმანეთის პრობლემების გაზიარების უნარი. თითქოს ისეთი მომენტია, რომ ჩვენი პრობლემა, აი ყველას თავისი პრობლემა აქვს და ვინ მომისმენს და რაღაცა ძალიან ჩაგროვდა დაგროვდა შიგნით და აი განტვირთვის უნარიც აღარ არის და ბავშვებში ეს სიტუაცია, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ბავშვებს აი ესეთი
დაბალი თვითშეფასება და უშუალოდ თუნდაც ფსიქოლოგის დახმარება გასაგებია, ძალიან კარგი მომსახურებაა, მაგრამ ყველას არ აქვს ამის საშუალება, ხო, ეს მაინც ბოლოს მაინც ფინანსებთან მივდივართ. რა შეიძლება გაკეთდეს რჩევები ბავშვებს და მშობლებს? კი ბატონო, პირველ რიგში, როგორც უკვე აღნიშნე, არის ის, რომ მოვუსმინოთ ბავშვებს, რა სურთ მათ, რა უნდათ. მივცეთ ცოტა მეტი დამოუკიდებლობა, თვითონ მიიღოს რაღაცეებში გადაწყვეტილება, თვითონ გადაწყვიტოს რაღაცეები, თვითონ შეარჩიოს, რას ჩაიცვამს პირობით, ანუ აქაც გააჩნია ხა მუდმივად არა, მაგრამ რაღაცა დოზით გჭირდება ეს თავისუფლება ხა და კიდევ ერთი ცოტა მეტი დრო უნდა გავატაროთ ჩვენ შვილებთან. კომუნიკაციის სირთულეებია კიდე ერთი, რომელიც ძალიან კარგად ვლინდება. ჩვენ არ გვაქვს დრო, ჩვენ არ გვცალია. და მე ვითხოვთ, რომ რატო იქცევა ასე, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ არ გვაქვს მათთვის დრო. ცოტა მეტი დრო უნდა გავატაროთ. ან ის ცდილობს, რომ ყურადღება მიიქციოს იმ რაღაცა ქცევით. გარდატეხის ასაკი ძალიან რთულია, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ თაობებთან შორის ყოველთვის იქნება სხვაობა, ჩემი თაობა ვერ უგებს პირობითად თქვენ თაობას, თქვენი თაობა ვერ უგებს, ანუ ეს ყოველთვის არის და იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ვიზრდებით, ვითარდებით, რაღაცა ხო, შენ რა იცი, შენ მე რა უნდა მასწავლო და კი ბატონო, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ისევ გამოვიმუშაოთ ის, რომ მოვუსმინოთ ბავშვებს. ხშირად უნდა შევიდნენ ფსიქოლოგები, თუნდაც იმიტომ, რომ ცნობადობა ამაღლდეს, თუნდაც იმიტომ, რომ ის პედაგოგი იქნება, თუ მშობელი იქნება, რომელმაც არ იცის ის მიდგომები, რომლებიც ახლა შეიცვალა, რომ ამ მიდგომებით უნდა მივიდეს ამ ბავშვთან. ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ აი ფაქტიურად ჩვენ შევძელით ის, რომ საკმაოდ ბევრი ეტაპები გაგვევლო, ბევრი სირთულეები გაგვევლო და ამან არ წაგვაქცია, არ დაგვაუძლურა, პირიქით უფრო გაგვაძლიერა და მეტი შესაძლებლობები მოგვცა. მით უმეტეს ჩვენ დროს ბევრი რაღაც არ იყო, ხელმისაწვდომობა ნაკლები იყო, ცნობიერება ნაკლები იყო და ძალიან ბევრი ცვლილებები მოხდა მთელი ამ ხნის განმავლობაში. დღევანდელ ბავშვს აქვს უფრო მეტი შესაძლებლობა, უფრო მეტი ხელმისაწვდომობა, ინფორმაციის საშუალება, უფრო მეტად დამოუკიდებელია, უფრო მეტად უნარი აქვს, რომ თავისი აზრი გამოხატოს, თავი დაიცვას, ანუ მეტად თავისუფალია, მაგრამ მეტად უფრო ჩაკეტილი და მეტად უფრო პრობლემური. რა ხდება? ამ კითხვაზე გავიგეთ, რომ სოციალური ქსელი, გაჯეტები, მაგრამ მაინც უფრო მეტად შეზღუდულია. თითქოს ჩვენ დროს გარდატეხის ასაკი არც არსებობდა, არც არავის უფიქრია, რომ აი ეს ასაკი რაღაცნაირად ხელშეწყობილი ყოფილიყო. ეხლა სულ ფრთხილად უყურებ, უფრო მეტი რაღაც თანადგომით, ურთიერთობებით, მაგრამ მაინც მეტი სირთულეები აქვს. რატომ? პასუხი ამ კითხვაზე ძალიან მარტივია, ზუსტად იმიტომ, რომ ნაკლები ინფორმაცია იყო, მაშინ სურვილები ნაკლებად იყო და ჩვენ იმ თაობამ, თუნდაც ჩემმა თაობამ, იცოდა სურვილების გადავადება, ვიცოდით დალოდება, შეგვეძლო რაღაცა, ანუ რაღაც რო ძალიან მინდოდა, უნდა დავლოდებოდი, რომ პირობითად ხელფასი დარიცხულიყო, ხო? ელემენტარული მაღაზია მუშაობდა 6 საათამდე თუ 7 საათამდე და ის ნაყინი, რომელიც მე მომინდებოდა საღამოს, უნდა დავლოდებოდი. ახლანდელმა თაობამ ელემენტარული ლოდინი არ იცის. არ იციან თვითონ თავი როგორ. ნახეთ, ძალიან დიდი ინფორმაციას იღებენ. მათი ისინი სულ ერთობიან. გამოურთეთ ბავშვებს ტელეფონი, არ იციან რა აკეთონ. იმიტომ რომ ისინი არ არიან ამ ყველაფერს მიჩვეული. ყველაფერი ძალიან მარტივად მოსდით. ამიტომ აღარ იციან ბრძოლა. ამიტომ არის რომ უნდა ვასწავლოთ მათაც, რომ რაღაცეები შეიძლება არ შეიძლებოდეს. აკრძალვენ. ან არაუსრულდეს, ან რაღაცისთვის უნდა იბრძოლოს და ზუსტად ამ პროექტმა საჩვენა, რომ ანუ რაიონებში უფრო მეტად არიან ბავშვები მობილიზირებული, უფრო მეტად იბრძვიან, უფრო მეტად თვითდამკვიდრებისთვის კი უფრო მეტად უნდათ, რომ აი კარგად ისწავლონ. ქალაქის ბავშვებს უფრო ნაკლებად მარტივად მოსდით ყველაფერი. ხა რატომ შევიწუხო მე თავი? თუ ვიცი რომ ისედაც ძალიან მარტივად ჩავაბარებ ხა გორში პირობით და გორშივე ვიცხოვრებ, მაგრამ რაიონის ბავშვს, რომელსაც არ უნდა იქ ცხოვრება,
და უნდა თუნდაც ქალაქში წამოდეს, ის ძალიან ბევრ შრომობს. იმიტომ რომ უნდა მიაღწიოს. თავსაც უკეთესად დაიმკვიდრებს. კი ბატონო. ანა ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი, უბრალოდ იმდენად მასშტაბურია ეს ფსიქოლოგიის საკითხები. ყველაფერი, რასაც ჩვენ საერთოდ ვეჯახებით, ხშირ შემთხვევაში თეორიულად კარგად გამოგვდის და პრაქტიკაში, აი ჩვენ თვითონაც კი ვერ ვახორციელებთ იმას და ჩვენ თვითონაც კი მაინც შეცდომებს ვუშვებთ და მაინც უფრო პრაქტიკული უნარჩვევებიდან გამოვდივართ, თითქოს აი ჩვეულს ნუ გადააჩვევო ეგეთი სიტუაციები გვაქვს. გინდა ბავშვებთან ურთიერთობაში, გინდაც თუნდაც იმ სოციალური ქსელის აქტივობასთან დაკავშირებით, აი ბევრი რა გაჯეტები ჩვენს გვაქვს ეს რაღაც პრობლემები, რასაც დაუშვათ ვუწუნებთ ჩვენ მომავალ თაობას. ის მომენტი, რომ ყოველთვის იყო უფროს უმცროსის შერკინება, ეს ახალი არ არის და ძალიან საინტერესოა, თუმცა რა თქმა უნდა, გადაცემა უნდა დავასრულოთ, იმიტომ რომ ყველაფერს ერთ გადაცემაში ვერ ვისაუბრებთ. მე მიხარია, რომ ყველა გადაცემა იყო ერთმანეთისგან განსხვავებული, სხვადასხვა თემებით მოცული და ძალიან საინტერესო. აი ყველა გადაცემა იყო ისეთი, რომელიც არ გვინდოდა რომ დასრულებულიყო და მე მიხარია რომ ჩვენ საკმაოდ დიდი ინფორმაცია მივაწოდეთ ჩვენ მსმენელს და ჩვენ მაყურებელს. კვლევის შედეგები უკვე თითქმის დასასრულს მიუახლოვ და 23-ში ჩვენ გვექნება კვლევის შედეგების შეჯამება მეცნიერებათა სკოლის შენობაში ნეოტივის სივრცეში. მე ვეპატიჟები, ვისაც სურვილი აქვს დასწრება თავისუფალია და ძალიან საინტერესო პრეზენტაციებს მოისმენთ. მე კიდევ გემშვიდობები, დიდ მადლობას მოგახსენებ. იმედია რომ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს, იმიტომ რომ შენთან დიალოგის ჩაწერა და გადაცემის ჩაწერა ყოველთვის ძალიან საინტერესოა, ისე რომ დასრულება არ მინდა ხოლმე. მე კიდე შეგახსენებთ, რომ ეს იყო გადაცემა ნეომედი ეკასუხიშვილთან ერთად, პროექტი ნეოლაბი ახალგაზრდების განვითარებისთვის, რომელიც მხარდაჭერილია ნეოტივის და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დასრულდა. გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.